საყოველთაო პროტესტი საქართველოში მესამე საათია მთელი ქვეყნის მასშტაბით დამსაქმებლებისა და დასაქმებულების გამაფრთხილებელი გაფიცვა მიმდინარეობს. ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, სავაჭრო და კვების ობიექტების, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია. საკმაოდ ვრცელია იმ კომპანიებისა და ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც საყოველთაო გაფიცვას და ორ ძირითად მოთხოვნას, ხელახალ არჩევნებს და დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. ეს გაფიცვა უნდა იყოს მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება. საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას შეუერთდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო პროტესტის შესახებ გიგა ბენია მოგვიყვება. გიგა, საღამომშვიდობისა გისმით. საღამომშვიდობის რენე, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მასშტაბურია ის პროტესტი, რაც დღეს 15 საათის შემდეგ, როგორც თბილისში, ასევე ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. დღეს გაიფიცნენ იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებსაც ღიად არ უთქვამთ გუშინ და დღეს, რომ ისინი უერთდებოდნენ დღევანდელ გამაფრთხილებელ გაფიცვას. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები ავერსის თანამშრომლების ნაწილის გაფიცვის, გაიფიცნენ სხვა სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებიც, მათ შორის PSP და აქ ამ შემთხვევაში ჩვენ კომპანიის დამფუძნებლის მხრიდანაც ვიცოდით, რომ PSP რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიფიცებოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს გაიფიცნენ ვისოლ ჯგუფში შემავალი კომპანიების თანამშრომლების ნაწილი, ვენდისისა და დანკინის თანამშრომლებს გულისხმობთ. ამ შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ ფაბრიკაში ფაქტობრივად კი არა და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად დახურული იყო ყველა კვების ობიექტი და ეს ადამიანები მთელი რამდენიმე საათის განმავლობაში ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან ითხოვდნენ ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას, ხოლო მოგვიანებით ისინი მსვლელობით გაემართნენ მარჯანიშვილის მეტრომდე. ასევე McDonald's საქართველოს თანამშრომლებიც გაიფიცნენ და რუსთაველის McDonald's-თან ასევე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა McDonald's-ის დირექტორიც. თავისუფალი აზრი, თავისუფალი მოძრაობა, თავისუფალი ცხოვრება გვინდა და ჩვენ ყველა თანამშრომელს უთხარით, რას სურვილიც გაქვს, როგორც გაქვს, ისე მოიქცეთ და დღეს გევართ თითქმის მთელი ოფისი გამოსული. არ ვიცი ამ ხელისუფლებას საერთოდ რა დაახევინებს, უკან ზოგადად რა პრინციპები და მორალები აქვს, თუნდაც ის რაც დუბაიში მოხდა, თუნდაც ხა ხარიას ეს თემა რაც არის. ჩვენ ვაკეთებ ჩვენსას, რაც გასაკეთებელია, ჩვენ ვიძახით იმ ჩვენ სათქმელს, რაც აუცილებელია. უნდა დადებითად არანაირად არ ისახება ის, არავის ამის სურვილი არ აქვს, არა მარტო ბიზნესის სოციალურადაც არ არის სასიამოვნო, საქმისთვისაც არ არის სასიამოვნო, გადასახადებისთვის არ არის სასიამოვნო და იმედია, რომ ამას ახლა ვიღაცა უფრო გმა ანალიზს გაუკეთებს და სწორ ნაბიჯს გადადგა. გაფიცვის მიზანი დღეს ქუჩაში ყოფნის მიზეზი არის ის, რომ ვანახოთ ყველას, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელი გახდა უკვე ფუნქციონირება და ყოველდღე უარესდება სიტუაცია და არ გაუმჯობესდება, წარმოუდგენელია რაღაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეთ, ისე რომ არ გათავისუფლდნენ პატიმრები და არ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დემოკრატიულად თავისუფალ გარემოში. ეს რეჟიმი მე პირადად მიმაჩნია რუსულ რეჟიმად და ეხლა მგონია, რომ საქართველო არის ჰიბრიდულ ომში და გვიწევს საოკუპაციო ჯართან გამკლავება რა. რატომ გონია ესე? გამეორდები ვიტყვი, რომ აი ვისაც მოვუწოდებ თქვენი ეკრანებიდან, ვისაც არ აქვს წაკითხული ანა პოლიტკოვსკაის პუტინის რეჟიმის მიერ მოკლული, ანა პოლიტკოვსკაიას რუსი ჟურნალისტის წიგნი პუტინის რუსეთი, რომელიც გამოიცა 2004 წელს, ანა პოლიტკოვსკაია 2006 წელს მოკლეს პუტინის დაბადების დღეზე, მინდა მაყურებელს შევახსენო. იქ არის ერთი თავი პავლე ფედულევის შესახებ, რომელმაც ოლიგარქის შესახებ, რომელმაც ჩაიგდო ხელში ურალის რეგიონი მთლიანად ანალოგიური, აბსოლუტურად ანალოგიური მეთოდებით, რასაც ახლა დღეს ვადევნებთ თვალყურს საქართველოში. გაფიცულია სადაზღვევო კომპანიების ნაწილი, ასევე მოლები, მათ შორის ქარვასლა და თბილისი ცენტრალის თანამშრომლები, მათში შემავალი სხვადასხვა მაღაზიის, როგორც მთლიანად კომპანია, ასევე მათი თანამშრომლები, ასევე გაიფიცნენ კარფურის თანამშრომლებიც, ოღონდ მთლიანად არა, ამ შემთხვევაში ნაწილი და ასევე აღსანიშნავია, რომ გაიფიცნენ ბანკების თანამშრომლებიც, TBC-სა და საქართველოს ბანკებთან იმართა ცოტა ხნის წინ მარში და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გაიფიცნენ ლიბერტი ბანკის თანამშრომლებიც, ყველა მათგანი ითხოვს ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას. ბანკების თანამშრომლები პირდაპირ აცხადებენ, რომ დღეს საქართველო არ ვითარდება სწორი მიმართულებით და მათი თქმით საქართველოს ადგილი მხოლოდ და მხოლოდ არის ევროკავშირში.
ეს არის ერთადერთი უკვე გამოსავალი იმისთვის, რომ ყველა გაიგოს ჩვენი ხმა, ჩვენ ვითხოვთ ახალ დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებს, რომელიც შესაძლოა მოვითხოვოთ უბარიერო არჩევნებით, რადგანაც პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველა საზოგადოების სრული ხმა. მოგვისმინონ, გაიგონ და გამოუშვან ის უკანონო დაკავებული ხალხი, რომელიც ეხლა არ ვიცი რატო ზეს ციხეში და რატო შეახვედრეს ახალ წელს ციხეში და დაგვინიშნონ ახალი არჩევნები. ჩვენ ხედავთ მასშტაბურ რეპრესიებს არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან და რავი, ჩვენი სურვილი და მოთხოვნა არის, რომ დაკავებულები და დაპატიმრებულები გამოუშვან და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამიტომ ვიფიცებით და ეს არის საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნაც. კლიანი TVC უერთდება იმ აქციას, რომ ჩვენ ვიყოთ თავისუფლები და გქონდეს ჩვენი პიროვნული პირადი უფლებები. ასევე ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც შეიკრიბნენ დასაქმებულები და დამსაქმებლები, იყო რესპუბლიკის მოედანი. აქ იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც ასევე ითხოვენ ახალ არჩევნებსა და შესაბამისად პატიმრების გათავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე და სხვადასხვა კომპანიასთან გამართული გაფიცვის შემდეგ დასაქმებულებისა თუ დამსაქმებლების გარკვეული ნაწილი სწორედ შეუერთდა რესპუბლიკის მოედანზე მყოფ ადამიანებს. დღევანდელი დღით ვაჩვენებთ იმას, რომ ძალიან რთული სიტუაცია ქვეყანაში შექმნილი, ყველას გვინდა რომ დაუბრუნდეთ იმ ევროპულ მომავალს, რომელზედაც ვიბრძოდით, რომელსაც ამდენი ხანი დავიხარჯეთ და ყველა ბიზნესი ვაკეთებდით საქმეს და დღეს ვიფიცებით იმისთვის, რომ თხარი დაუჭიროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იჩაგრება ყოველდღე იმ ბრძოლისთვის, რასაც ქვია ევროპული მომავალი. გადააქციეს ყველა უწყება სამართალ დამცავები კრიმინალებად. როგორ შეიძლება გცემდნენ, გარბევდნენ, გისწორდებოდნენ და კაცი შვილი არ იყოს დასჯილი. მარტო ის ბიჭები, ვისაც მართლა უყვარს ეს ქვეყანა და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. პირველი საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა სულ რაღაც რამდენიმე წუთში დასრულდება. ის 15 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ეს ადამიანები და საქართველოს სხვა მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან დღეს 7 საათზე. ბუნებრივია რუსთაველის გამზირთან ერთად დღეს უკვე 49 დღეს პროტესტის და ადამიანები შეიკრიბებიან რეგიონებშიც. მადლობა გიგა, დღევანდელი საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვის შესახებ გიგა ბენია მოგვასწრებინა საზოგადოების ხმით.